უნიათო ხელისუფლება ციხეებში საკუთარ მოქალაქეებს კლავს აღნიშნული ბრალდება მმართველი გუნდის მიმართ ყოფილმა პოლიტპატიმარმა დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. მერაბ გორგაძე ამტკიცებს, რომ თბილისის სასჯელ აღსრულების მე-18 დაწესებულების პატიმარი გუშინ ხელისუფლების უყურადღებობის გამო გარდაიცვალა. ბათუმელი მელუდ დიასამიძე სასჯელს ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ყოფილი პოლიტპატიმარის თქმით, დიასამიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ხუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც გორგაძე ამტკიცებს, მას სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარდა. გარდაცვლილს რამდენიმე მძიმე დაავადება აწუხებდა, რის გამოც ოჯახი მის შეწყალებას ითხოვდა. დიასამიძემ კი გათავისუფლების შესახებ ცნობა უკვე საავადმყოფოში გარდაცვალების დღეს მიიღო. გორგაძე თვლის, რომ თუ დიასამიძეს დროულად გაათავისუფლებდნენ, ის სხვა კლინიკაში მკურნალობის შემდეგ შესაძლოა გადარჩენილიყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი გორგაძეს ხელისუფლებასთან სამი მოთხოვნა აქვს. პროკურატურას აღძრას სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ ფაქტზე, რადგან ჩემი შეფასებით ეს არის მკვლელობა და მნიშვნელობა არ აქვს წრლობას ადამიანი ჩაიდენს თავისი მოქმედებით თუ მოქმედებით, ამ შემთხვევაში ფაქტი აქვს სამსახურებრივ გულგრილობას მოუწოდებთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რადგანაც ბატონი მელუდ დიასამიძე გარდაიცვალა სახელმწიფოს ბრალით, ესე იგი გამოუყოს აღნიშნულ ოჯახს რაიმე სახის მატერიალური დახმარება,